საქართველოში ერთმა ადამიანმა ერთი თვის მანძილზე არსებობისთვის 260 ლარი უნდა იკმაროს. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დეკემბრისთვის საარსებო მინიმუმი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით იგი 260 ლარით განისაზღვრა, რაც მათივე გამოთვლით გასულ წელთან შედარებით 4.2%-ით მეტია. საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. რამდენი ლარი არის საჭირო ერთი თვის მანძილზე ერთი ადამიანისთვის გურჯანელების შეფასება? ერთი 500 ლარი მაინც უნდა იყოს თუ ავათ არ არის ისიც მაგ შემთხვევაში. აი 500 ლარი აში გეყოფათ. მარტო საჭმელში რომ ადამიანმა ის თავი გაიტანოს. ადამიანის მოთხოვნილებაზეა დამოკიდებული შვილო. მე ახლა მცირეთიც კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩემნაირები ხო არ არიან ყველა. აი თქვენ რამდენი გეყოფოდათ თვეში მაგალითად? მე არ უჩივი ჩემ არც პენსიას. კერძო სტრუქტურასთან მუშაობ კიდეც. რა ვიცი, ეს ადამიანზეა და მის დასაქმებას და უნარზე. ალბათ 1.700 თუ წამლებიც უნდა ვიყიდოთ, საჭმელიც უნდა ვიყიდოთ. ეხლა ზამთრის გადასახადებზე ეგეც ცოტა, იმიტომ რომ 200 რაღაცა მარტო გათბობისა მოდის ხოლმე. ისე რომ 1000 ლარი მაინცაა საჭირო. ანუ 700-დან 1000 ლარამდე. 7-დან 1000-მდე. რა ვიცი მე გენაცვალე თვეში 500 ლარს ავხარჯავდა. მაგრამ არა ყოფნის. აი რაში ხარჯავთ 500 ლარს? საჭმელებში. ძირითადად მე ადამიანს რამდენი რამე უნდა ოჯახში შვილო, თქვენ ხო კარგად იცით. დაახლოებით რამდენი ლარი გეყოფოდათ? რა ვიცი, რამდენი გვეყოფოდა, რავი. მე ძალიან ბევრს ავხარჯავდა, როგორ გითხრათ. რავი, ახლა გააჩნია როგორ მოიხმარს. დღეს ჭამა ქონებაზე კიდია და როცა არა გვაქვს კი ვართ მშივრები. ალბათ 1000 ლარი მაინც. აუცილებლად, იმიტომ იმ ხლა პრობლემებია ჯანმრთელობის. თითო შესვლაზე ალბათ 300 ლარის წამალია საჭირო. და ეს 1000 ლარი აში გეყოფათ თქვათ? კომუნალურებში, წამლებში, საკვებში და 1000 ერთხელ ჩასაცვლელი. თვეში მინიმუმ ერთ ადამიანს 1000 ლარი მაინც უნდა გქონდეს, რომ თვიდან თვემდე ნეყოს. ისეთი ფასებია, რომ ეს 1000 ლარი რაში გეყოფათ? რაში ყოველდღიურად წამალში, საჭმელში, ელემენტარულში